თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის 20-ვე მგზავრის ცხედარი ნაპოვნია თვითმფრინავის შავი ყუთით. ადგილზე ისევ რჩებიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. მაკუნა აბულაძე გვეტყვის უფრო მეტ დეტალს. 1000-ზე მეტი მაშველი შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები თავდაცვის ძალების წევრები სამდღიანი სამძებრო სამაშველო სამუშაოების შემდეგ თურქული C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე სამხედრო პირის ცხედარი ნაპოვნია. ცხედრები გადასვენებულია პროზექტურაში. ქვეყნის პირველმა პოლიციელმა შემთხვევის ადგილიდან თქვა, რომ ახლა ჯერი გამოძიებაზეა და შესაბამისად საგამოძიებო მოქმედებებიც და საკოორდინაციო შტაბის მუშაობაც გრძელდება. როგორც გეკა გელაძე მედიას უთხრა, თვითმფრინავის ყველა საჭირო ნაწილი მოძიებულია, მათ შორის შავი ყუთით და ბუნებრივია მასალების გაშიფვრის შემდეგ უფრო მეტ სიტყვის შესაბამისი უწყება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მეტი დეტალის გასაჯაროებისგან თავს იკავებს პროცესს საქართველოსთან ერთად მართავს თურქული მხარე. ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრიც, თურქეთის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა სამძიმარი პირადად მინისტრისგან უკვე მიიღო. როგორც უკვე გითხარით, საგამოძიებო მოქმედებები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩვენს ტერიტორიაზე გრძელდება. ბორტის 20-ვე ეკიპაჟის წევრის ცხედარი ნანახია, გუშინ 19 ცხედარი გადასვენებული იქნა პროზექტურაში და ახლობით ნახევარი საათის წინ ნანახი იქნა მე-20 ცხედარი, სადაც ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. მინდა გითხრათ, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო 1000-ზე მეტი ადამიანი ქართული მხრიდან, ასევე თურქული მხარის წარმომადგენლები. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს გადაუხადო მადლობა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს და ასევე თურქულ მხარეს, რომლებიც ახლაც აქტიურად არიან სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული. ნანახია შავი ყუთი არის ერთი. ყველა ტექნიკური საშუალება ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ და შედეგებს დაველოდოთ. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო და ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რამდენიმე ასეული თავდაცვის ძალის წარმომადგენელი და შესაბამისი ტექნიკა იყო ადგილზე მობილიზებული პირველივე წუთებიდან და კოორდინირებული მოქმედებებით ჩვენ შევძველით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა სამძებრო სამუშაოებში. პროცედურები, რომელიც გამოძიებასთან არის დაკავშირებული, კვლავაც გაგრძელდება. არის კონკრეტული მოქმედებები, რომელიც ჩასატარებელია. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია და საზოგადოებისთვის ცნობილია, აქ იმყოფებიან თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც კომპეტენციასაც წარმოადგენს ასეთი საკითხების გამოძიება. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს ახლაც ვაგრძელებთ და შემდგომში შეიკრიბება ერთობლიობა გარემოებების, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ დასკვნები გავაკეთოთ. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან, კერძოდ განჯიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, ავიაკატასტროფის შედეგად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 11 ნოემბერს ჩამოვარდა. რა დღიდანაც ყველა შესაბამისმა სამსახურმა თურქულ მხარესთან კოორდინაციით მუშაობა აქტიურად დაიწყო და ეს სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გამოძიებამ უნდა თქვას, რა გახდა მიზეზი ამ ავიაკატასტროფის, თუმცა მანამდე კიდევ ერთი დეტალი უკვე თურქულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის ეროვნული თავდაცვის გადაწყვეტილებით 12 ნოემბრიდან C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება შეჩერდა, ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდება ყველა მათგანს და სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდება გამოყენებაში მეზობელი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები. მადლობა, ეს მაკუნა აბულაძე იყო.